შუადღე მშვიდობის მოგესალმებით შუადღე მშვიდობის. 25 დეკემბერია და აუცილებლად უნდა მივულოცოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მნიშვნელოვანი თარიღი არის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს ამ დღეს, როგორც ქრისტეს დღესასწაულს, ამიტომ კიდევ ბევრი დღესასწაული გვაქვს წინ და აუცილებლად კიდე მივულოცოთ ჩვენს მაყურებელს, მაგრამ მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ დღეს აღიქვავს რაღაც ახალ საწყისად, ახალ ფურცლად თავის ცხოვრებაში და ქვეყნის ცხოვრებაში მათ შორის და იმედი მინდა ვიქონიო, რომ საქართველოსთვისაც ახალი საწყისი და ახალი ფურცელი იქნება 2025 წელი. ნამდვილად, სადრო მეც შემოუერთდები შენს მილოცვას და ყველას მინდა მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული იმ ადამიანებს, ვინც 25-ში აღნიშნავენ ამ დღეს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქრისტეს დაბადება რაღაცნაირად მოვახერხოთ და ჩვენს გულებში მოხდეს, იმიტომ რომ მართლაც ძალიან მძიმე პერიოდს გადის. ჩვენი ქვეყანა დაემთხვა ზუსტად აი ამ რაღაცა შობის და ახალი წლის პერიოდს და განსაკუთრებული ძალისხმევა გვჭირდება. არის რაღაცნაირი შეგრძნებები, იმიტომ რომ წინა საახალწლოდ რაღაცა სხვა განწყობა გვაქვს ხოლმე ზოგადად ადამიანებს, მიდის საახალწლო მზადება, ფუსფუსი და წლევანდელი წელი რაღაცნაირად განსხვავებულია, იმიტომ რომ ძალიან ძნელია იყო ზეიმის ხასიათზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ამდენი დასახიჩრებული, ამდენი ნაწამები, ამდენი ასე ვთქვათ უსამართლოდ დაკავებული ადამიანი არის. ძნელია რომ რაღაცნაირი კარგი განწყობა გქონდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ ერთი რამ, ის რომ ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ ხანგრძლივ ბრძოლაში ვიმყოფებით და ძალიან რთულ ბრძოლაში ვიმყოფებით და ფსიქოლოგიური ზეწოლაც აი ამ რაღაც აქციების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირი შეგრძნებები იბადება ჩვენში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შიგნიდან მოვახერხოთ რომ რაღაცნაირად მხნედ ვიყოთ, მივცეთ იმის უფლება თავს რომ რაღაცა პატარ-პატარა ასე ვთქვათ სიხარულები ვიზეიმოთ, იმიტომ რომ მიუხედავად ძალიან მძიმე პერიოდისა თუ დავაკვირდებით როგორ მიმდინარეობს მოვლენები, როგორი ერთობა არის საზოგადოებაში, რა სიამოვნებას ვიღებთ ჩვენ, როდესაც ერთად ვდგავართ ამდენი ადამიანი, აი ეს პატარ-პატარა სიხარულები, ის რომ აი ეს რაღაცა პროტესტის ახალი ფორმები იბადება, რაც აქამდე ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა, აი ესენიც უნდა ავღნიშნოთ და რაღაცნაირად მივცეთ თავს უფლება ხოლმე, რომ დავაიმედოთ ჩვენი თავი და დღეს იაბერსენა წელს გამორჩეული 31 დეკემბერი გვექნება, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რახან საუბრობთ პატარ-პატარა სიხარულებზე და განსხვავებულ ახალ წელს იქნება ნამდვილად სახალხო და ძალიან მასშტაბური 31 დეკემბერი რუსთაველის გამზირზე, ამაზე ბევრი საუბრობს უკვე და რაღაც დასამახსოვრებელია უკვე. დადებულია სოციალურ ქსელში, სადაც ჯადოსნური საპროტესტო ახალი წელი იქნება 31 დეკემბერს და მართლა დარწმუნებული ვარ, რომ 10,000-ობით და შეიძლება 100,000-ობით ადამიანი იყოს რუსთაველის გამზირზე და ისტორიული ახალი წლის მომსწრეები გავხდეთ. ნამდვილად და ჩვენ შენ შუადღეში ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენს ფსიქოლოგთან თამართან და შულთან თუ რა გვჭირდება ადამიანებს ამ მძიმე პერიოდში და ასევე ია ბერსენაძესთან დღეს ვისაუბრებთ ზუსტად შინაგანი და გარეგან სისტემებზე. რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შინაგანად ვიყოთ რაღაცნაირად ძლიერები მზადყოფნაში იმისთვის რომ ასე ვთქვათ ნაყოფიერად და სრულფასოვნად გავიაროთ ის გზა რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს. მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა. კი გავაგრძელებ ზუსტად დაწყებულ თემას, ვუერთდები აი ამ განწყობილებას, რომ ახალი წელი მოდის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ბუნება-განწყობით შევხვდეთ ამ დღესასწაულს და დღეს მინდა ვისაუბრო ზუსტად აი ამაზე, როგორ ხდება შინაგანი სისტემების გადატანა გარეთ და როგორ ინტერაქციაში არიან შინაგანი სისტემები, შინაგანი მოცემულობები გარე მოცემულობებთან. ცოტა შორიდან დავიწყებ, რომ თვითონ ეს ავხსნა. ესე იგი, როდესაც ბავშვი იბადება, მისი უპირველესი სისტემა არის ოჯახი, ბუნებრივია. ამიტომ მისი ფორმაცია ფაქტობრივად ერთი სისტემის მოდელზე ხდება. გასაგებია, რომ შემოდის მერე ბაღი, სკოლა, ეს მაინც მეორადი სისტემებია. პირველადი სისტემა თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პერინატალური ასაკი, ანუ 1-დან 3 წლამდე, ეს არის ის პერიოდი, როდესაც 90% ადამიანის ფსიქოლოგია რაც ცნობიერი ფორმაცია დასრულებულია უკვე, მაშინ ეს ნებისმიერ შემთხვევაში ოჯახი არის. ამიტომ ადამიანს აქვს ერთი მოდელი. რანაირადაც ის არ უნდა მერე ნახოს სხვა მოდელები, ნახოს სხვა ოჯახები. მისთვის ოჯახის მოდელი მაინც ერთი არის. ოღონდ ეს ყველაფერი ხარ რაზეც დღეს ვისაუბრობ, არის ღრმა და რაც ცნობიერ დონეზე მიდის. ამიტომ არის შეიძლება დღეს ვთქვათ ისეთი რამე, რაც ცნობიერად არ აგვაქვს ჩვენ გააზრებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ არის, ხო?
შესაბამისად ეს პირველი, რომ მხოლოდ ოჯახი არის მოდელი და მეორე, რომ რანაირიც არ უნდა იყოს ეს ოჯახი, მისთვის ეს ნორმაა. ეს არის მეორე აქსიომატური ჭეშმარიტება. მაგალითად, თუ ადამიანი იბადება მოძალადე ოჯახში, მას კოგნიტურად რო გაიზრდება ესმის, რომ მოძალადეობა ცუდია და მას არ უნდა ეს, მაგრამ ნორმა მისთვის არაცნობიერად მაინც ეს არის. ამიტომ არაცნობიერად ის იწყებს ამ მოდელის ძებნას, განმეორებას, ან აქეთკენ წაყვანას ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ ადამიანს სჭირდება ნორმა. ადამიანისთვის თუ რაღაცა ნორმის ფარგლების გარეთ არის, დადებითი მხრიდან თუ უარყოფითი მხრიდან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის მისთვის შფოთის მომტანები და ჩვენ ვიცით, რომ სიახლე, ნებისმიერი სიახლე არის ტვინისთვის პრობლემა. ამიტომ ის იწყებს განორმალურებას ყველა იმ სისტემის, რა სისტემაში შემდეგ შედის. ეს მეორე აქსიომატური ჭეშმარიტება, ასე ვთქვათ. ამიტომ აღქმა სამყაროსი მაინც ამ პრიზმიდან ხდება. ერთი და იგივე სიტუაცია ორ სხვადასხვა ოჯახში გაზრდილმა ადამიანმა შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქვას. იმიტომ რომ ეს თავისი ფილტრი უნდა დაადოს ამ რეალობას და შესაბამისად უნდა გაანორმალუროს საკუთარი ფილტრის მიხედვით. და მაგალითად, ჩვენ ხო ვიცით, რომ სუბიექტური არ არსებობს არაფერი, ობიექტური ჭეშმარიტება არსებობს, ყველაფერი სუბიექტურია. ანუ ვიღაცისთვის ეს მამაკაცი მოძალადეა, ვიღაცისთვის ხარიზმატული კაცია, ვიღაცისთვის, რა ვიცი, პრობლემა, ვიღაცისთვის ბედნიერება. ამ დროს ერთ და იგივე ადამიანზე ვლაპარაკობთ, ხო? რატომ? იმიტომ რომ საკუთარი ფილტრით უყურებს ამ ყველაფერს. ეხლა როგორ ხდება ეს ყველაფერი? შემდეგი აქსიომატური ჭეშმარიტება. ნებისმიერი ადამიანი რანაირ ოჯახში არ უნდა დაიბადოს, ის ვითარდება გარკვეულ შეზღუდვებში. სისტემა უნდა დააწესოს შეზღუდვები, უნდა იყოს წესები და ამ წესების დარღვევაზე უნდა იყოს დასჯა. ხო? ეგრეთ წოდებული დასჯის და სიამოვნების რეფლექსი, რასაც რუსულად ქვია, პრინციპ კნუტა и пряника, ანუ როგორც არის ხა ქართულად მათრახის და პრიანიკის. რა, ნამცხვრის. ამის პრინციპი, ხო? ამიტომ ჩვენ ყველანი ვიზდები თამაში. შესაბამისად, როდესაც მთელი ცხოვრება მერე მიდის უკვე ადამიანს შედის ცნობიერ ასაკში, ემატება ინტელექტი და განსაკუთრებულად ემატება ემოციური ინტელექტი, ეს ტვირთი, რომელიც მას დაედო ოჯახში, გარკვეული შეზღუდვებით, ხო? და ეს ტვირთი ამ ოჯახში გადმოვიდა წინა თაობებიდან, ანუ ეს ყველაფერი კიდე ტრანსგენერაციული იყო. და როგორც შედეგი, როგორც გარკვეული რაღაცა შთამომავლობით ესეთი ძღვენი, ხო? ამ ბავშვს დაედო თავზე ტვირთის სახით. მთელი მისი ფუნქცია ცხოვრებაში და ანუ ესე იგი საზრისი არის ამ ტვირთიდან განთავისუფლება და საკუთარი, ესე იგი საუკეთესო, როდესაც ვამბობთ, ხო? საუკეთესო ვერსია შექმნა. რა არის, რომ აი ამ შეზღუდვებიდან ნელ-ნელა ადამიანი გათავისუფლდეს, მან მიიღოს ცხოვრება, სიცოცხლე, როგორც უზენაესი ჭეშმარიტება და კონდეს იმისი ემოციური და მორალური უფლება, შინაგანად, რომ განსაზღვროს და წაიყვანოს ეს სიცოცხლე ისე, როგორც მას სჭირდება და არა ძველი მოდელების არაცნობიერად და ბრმად გამეორების გზით. მე მგონი გასაგებად ვამბობ, ანუ ნელ-ნელა გათავისუფლდეს ამ მაგრამ ალბათ ამას სხვა ძალისხმევა ჭირდება, სხვა ინტელექტი ჭირდება, რომ რაღაცნაირად შენ თვითონ და გატეხო და გაარღვიო, ასე ვთქვათ ეს. აი მივედით ზუსტად მან. ადამიანის მთავარი მიზანი არის ამ ტვირთიდან განთავისუფლება, ანუ ბედნიერება. ბედნიერება მხოლოდ ეს არის, გავთავისუფლდე აი ამ ოჯახიდან და ტრანსგენერაციული დამღებიდან. მაგრამ ეს ძალიან რთული არის. იმიტომ რომ ვიღაცას მართლა ემოციური ინტელექტი შეიძლება არ ყოფნიდეს, ვიღაცა ისეთ მძიმე პროგრამირებაში იყოს, რომ ვერ თავისუფლდებოდეს, ვიღაცას ცოდნა, ვიღაცას ძალისხმევა, ანუ ძალიან დიდი ფსიქიკური ენერგია არის საჭირო რომ დახარჯოს ადამიანმა იმისთვის, რომ აქედან დაიწყოს გათავისუფლება. ბუნებრივია ადამიანს მიდრეკილება მაინც სიზარმაცისკენ აქვს, მაინც იმისკენ აქვს, რომ ენერგიის ეკონომია გააკეთოს. ანუ არ არის ადამიანი მოტივირებული დიდი ენერგიის დახარჯვაზე. ამიტომ ვარდებით ამ კონფლიქტში. ერთის მხრივ მე მესმის, რომ ჩემი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩემ თავს მივხედო და მეორეს მხრივ ეს არის ყველაზე რთული, რასაც ვეჯახები. ამიტომ მაქვს სურვილი და იმპულსი, რომ ეს ავირითო. ეხლა რა ხდება? ამის არიდება ვერ მოხდება. ეს მიდიხარ, ეს დაყვება. შენი თავიდან ვერ გაიქცევი. ყველგან წაიღებ ამ კონფლიქტი და შინაგანი კონფლიქტი გაქვს. თან იცი თუნდაც არაცნობიერ დონეზე რომ ეს უნდა მოაგვარო, ვიღაცამ ცნობიერად იცის, მაგრამ ძალისხმევის დახარჯვა ბევრი პრინციპის გამო და კიდე ბევრი ფაქტორების გამო არ უნდა. ეხლა ამ დროს რა ხდება? გარეთ ხდება რაღაც. და უკვე დავიღოთ დღევანდელი მდგომარეობა, ხო? გარეთ ხდება ის, რაც ხდებოდა ჩემ ოჯახში, რაღაცა სახით, იმიტომ რომ მე ჩემი პრიზმით უყურებ იქ რა ხდება. უსამართლობა იყო ჩემ ოჯახში. მე ყველაზე მეტად რეაგირებ უსამართლობაზე. ძალადობა იყო ჩემ ოჯახში, მე ყველაზე მეტად რეაგირებ ძალადობაზე და ასე შემდეგ. ხო?
რაღაც ვერ ხედავ მომავალს და დეპრესია და ასე შემდეგ. ყველაფერი შეგვიძლია დავინახოთ, ეხლა რაც დღევანდელ საზოგადოებაში ხდება, ხო? რამდენადაც მე პირველ რითიც დავიწყე საუბარი, რაც ჩემში ხდება, იმას ხედავ გარეთ, ანუ ვანორმალურებ ამას. მე ვიწყებ რეაგირებას მწვავედ იმაზე, რაც გარეთ ხდება, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც მე შიგნით უნდა მოვაგვარო ჩემში. და რამდენადაც მე ძალისხმევა არ მყოფნის, რომ ჩემ თავს მივხედო, მე ვიწყებ ამის გარეთ გადატანას და გარეთ მიხედვას. ეს არც ცუდი, არც კარგი. ეს არის მოცემულობა. უბრალოდ უნდა გვესმენოს, რომ პრინციპი ტვინის მუშაობის ესეთი არის. ხო, რაც არის შიგნით, იმას ხედავს გარეთ. ვერ აგვარებს შიგნით, გადის და აგვარებს გარეთ. ცდილობს, რომ მოაგვაროს გარეთ. მაგრამ ერთი წამით შეიძლება თუ არა, რომ აი ამ შემთხვევაში გარეთ მოგვარებული პრობლემა თუ ამას მიაღწევ და მოაგვარებ, რომ შემდგომში უკვე დაგეხმაროს შინაგანი პრობლემის მოგვარებაში. ეს შეიძლება იყოს ასე ტრიგერი ერთგვარი, რომ საკუთარ თავთან დაიწყო მერე ბრძოლა? შეიძლება დაგეხმაროს, მაგრამ თუ ავიღებთ კენჭი როგორ ვარდება წყალში. პირველი ტალღა არის კენჭის ახლოს. ვერ იქნება პირველი ტალღა შორს. აქედან მიდის ყველაფერი. ანუ საწყისი წერტილი მე ვარ. მაინც მე ვარ. მე შეიძლება იმან დამეხმაროს, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი სახით ეს ტალღები უკანსვლით ვერ წამოვა. დახმარება შეიძლება იყოს, იმიტომ რომ უკვე მოდელი მაქვს მოგვარების, უკვე იმედი მომეცა, უკვე ოპტიმისტურად ვუყურებ. ეს შეიძლება ჩემ გვერდზე ვიღაცა მოაგვაროს პრობლემა და მოდელი მომეცეს და ამან იმუშაოს ჩემ, მაგრამ ჩემ გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. პრობლემის მოგვარება ყოველთვის იწყება შიგნიდან. მხოლოდ პრობლემა მოგვარებულ ადამიანს შეუძლია აი ამ ტალღების გავრცელების პრინციპით მოაგვაროს პრობლემები მის ირგვლივ არსებულ სისტემებში. და როგორც საზოგადოებაში, როგორც უკვე გარე და ერთ-ერთ გარე შრეში ამ ყველაფრის. ამიტომ ეს არის პირველი, რაზეც მინდა და მეთქვა, რომ რაც შიგნით ხდება, ის ხდება გარეთ, ამიტომ გვაქვს ამხელა ბმა, ეხა ორივე მხრიდან არის ეს, რა თქმა უნდა, ამხელა ბმა ემოციური ამ მოვლენებთან. ცუდი ამბავი აქ არის ის, რომ ეხლა არაცნობიერი мотиваცია, რომ ეს შევინარჩუნოთ ორივეს გვაქვს. აი ეს არის ხა თავი რაზეც მინდა რომ გავიგოთ. ცოტა ეს შეიძლება უცხო იყოს ეხლა ტვინისთვის. თუ ჩემთვის ნორმა არის ეს და მე ასეთ ოჯახში ვიყავი გაზრდილი და ამ ნორმას ვხედავ გარეთ, არაცნობიერი мотиваცია, რომ ეს გაგრძელდეს, ყველას გვაქვს. იმიტომ რომ თუ ეს მოგვარდება, მაშინ სიახლეა. Oda ძალიან ღრმად არაცნობიერ დონეზე მუშაობ. Აი რომ ახსნათ მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თქვათ რა მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. მაგალითისათვის ადამიანს უნდა რომ ადამიანი ერთ ტოქსიკურ ურთიერთობებში მუდმივად და ნუ ახლა ეს როცა არაცნობიერი, როცა გაცნობიერებულია, მაშინ ეს იშლება ეს სისტემა უკვე. მე ვამბობ ახლა როცა გაუცნობიერებელია. მუდმივად არის ტოქსიკურ ურთიერთობაში და რა თქმა უნდა ცნობიერად ის ამბობს რომ აღარ მინდა მაგალითად ნარკოდამოკიდებული ან ალკოჰოლდამოკიდებული ქმარი, ეგერ სამი ქორწინება ასეთი მქონდა რა. პოულობს ვიღაცა მეოთხე პარტნიორს, რომელიც შეიძლება ცხადად ასეთი არ არის. ჯერ ერთი ვერსია არის, რომ რაღაცით გაიმეორებს, რაღაცა ტიპის ტოქსიკური ურთიერთობები მაინც ჩამოყალიბდება და თუ მოხდა სასწაული, მაგალითად, და მან იპოვა პარტნიორი, რომელიც არ ავლენს ამას, მას არაცნობიერი შფოთვა ეწყება იმის გამო, რომ ურთიერთობი იცხოვროს ასეთ ადამიანს. არ იცის, მას ურთიერთობის გამო მიუხედავად იმისა, რომ ამას გაურბის, როდესაც მაინც ამას ეძებს. იმიტომ რომ ეს არის ნორმა. და თუ აქ არ მოხდა ჩარევა, მაგალითად, იქნება ეს ფსიქოლოგი, იქნება თუ რაღაც იქნება სპეციალური ადამიანმა თუ არ გააცნობიერა, ეხლა რა გადააქვს სად, ანუ ბავშვობის მოდელი როგორ დუბლირება ხდება ამ მოდელების, ხო, ყველგან. ის ამ წრეში სულ იტრიალებს. მაგრამ რა მომენტში ამის გაცნობიერება მოხდება, დაიწყება ამაზე რეაგირება უკვე და ის დაიჭერს ამ მომენტს და მერე დაიწყება ამასაც დრო ჭირდება, ეხლა ესაც ვერ მოხდება ერთი წამის განმავლობაში. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გამოსავალი აქედან იწყება. მაგრამ თუ ცნობიერი არ არის, ეს მუდმივად ესე გაგრძელდება. ეხლა რომ დავუბრუნდეთ დღევანდელ მდგომარეობას. თუ ჩვენთვის ჩვენ რაღაცნაირად შინაგან პრობლემებს გარეთ ვხედავთ და ეს ჩემთვის ნორმაა, მე თუ არ გავაცნობიერე ეს ყველაფერი, მე ამ ნორმის შენარჩუნებისკენ მიდრეკილება მექნება. ეს იქნება იქით ამ მხრიდანაც, აქეთ ამ მხრიდანაც. რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ეგზალტაცია მუდმივად უნდა იყოს. მაგრამ ეს ეგზალტაცია, ნახეთ როგორ არის, ხო, როგორ არის? აი დრამატურგიის კანონია, მაგალითად, იწყება თხრობა, რაღაცა კულმინაციაზე მიდის, იქ კვანძი იხსნება და მოდის დეესკალაცია, ხო? ყველაფერი დრამატურგია არის, აქ მარტო თხრობა არ არის დრამატურგია. აქციებსაც თავის დრამატურგია აქვს. ნორმალური განვითარება არის, რომ კულმინაციას მივახცევთ და უნდა წამოვიდეს დეესკალაცია, ანუ მოგვარება, რასაც ქვია კონფლიქტ რეზოლუცია. რა თქმა უნდა, ფინალი როდესღაც
ვიღაც ხო უნდა იყოს. რატო არ გვაქვს ფინალი ამდენი წლის განმავლობაში? რატო ვტრიალებთ ამ ყველაფერში? იმიტომ რომ არაცნობიერად ამის მოგვარების мотиваცია არ აქვს. იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ნორმაა. ჩვენ იმასაც ვეღარ ხვდებით სად არის კულმინაცია და კიდევ არის არსებობს გამუდმებით სადღაც მიდის და აი მწვერვალსაც კი ვერ მივახციეთ. ვერ მივახციეთ ნამდვილად, იმიტომ რომ აქ უნდა იყოს ტივ-ტივი. აი რაღაცა დონის ეგზალტაციაზე უნდა იყოს. ნახეთ როგორ არის დეესკალაცია, მაშინ ხდება როცა კულმინაცია პიკს აღწევს გარკვეულწილად, ხო? ეს სწორია ხა, აქ რიგ შემთხვევაში პიკამდეც ვერ ავდივართ. იმიტომ რომ ყოველდღე თითქოს პიკია, მაგრამ მერე უკვე ახალი მწვერვალი ჩნდება. ზუსტად ეგრე, იმიტომ თვითონ ეს დრამატურგი არის დარღვეული. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოება იმყოფება ამ მდგომარეობაში რეალურად. ნუ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ეს არის ბავშვის ego მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც დღევანდელი საზოგადოება ამის გასაკვირი არაფერი არის 70 წელი ვიცხოვრეთ საბჭოთა კავშირში, ჩვენ ვერ ვიქნებოდით ასეთი. დრო გვჭირდება, რა თქმა უნდა, დრო გვჭირდება, იწელება თუ არა დრო, არ ვიცი მე ამაზე პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ ისტორია არ ითვლის ესე წლებს და აწლეულებს ისტორიაში. რამდენად შესაძლებელია, რომ საზოგადოება მოახერხოს და ეს დრამატურგიის ციკლი რაღაცნაირად მიიყვანოს ბოლომდე. ანუ აი ეს კულმინაცია შეიძლება, მე მესმის რომ ცალმხრივად საზოგადოება ამას ვერ შეძლებს, მაგრამ ძალისხმევა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. კი, მოდი ვთქვათ ესეთი რამ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის რელაქსაციისა და გადაძაბვის სწორი ციკლები და ფაზები რომ მოხდეს. რატომ არის რომ ადამიანმა უნდა დაიძინოს, გაიღვიძოს, ხო? მიიღოს საკვები და გაუშვას ეს საკვები. ანუ უნდა იყოს ყველაფერი, ენერგიის მიღება და გაცემა უნდა იყოს ჰარმონიულად, აუცილებელია. მათ შორის ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ დაკავშირების თეორიაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაკავშირების თვალსაზრისით, რომ დაკავშირდეს და მერე განცალკევდეს, ანუ გაუშვას ეს დაკავშირება. ეხლა რომ დაუბრუნდეთ დღევანდელ დღეს. აი დღეს არის ძალიან დიდი ტენდენცია გადაძაბვის, აი ემოციური და ფსიქიკური გადაძაბვის, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულად აქციის მონაწილეების მხრიდან, მაგრამ არა მარტო აქეთ ამ მხრიდან, იქით ამ მხრიდანაც არის ეს ყველაფერი. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, ადამიანები არ აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მოეშვან, ესიამოვნონ. აი მithumetes დღესასწაული მოდის, ხო? რაღაცა შეიკრიბონ, იხალისონ, იცინონ და არის აი ესეთი რაღაცა ტენდენციები, რომ რა დროის ეს არის, როცა ეხა ზუსტად ადანაშაულებს საკუთარ პატარა მხიარულებაზე, ზუსტად. აი როგორ იყო, აი მაგალითად თუ გავიხსენებთ, აი მეორე მსოფლიო ომის ფილმებშიც კი არის ეს და ეს მთელი ეს არის სამხედრო დოქტრინაში არის ეს, რომ მაგალითად როდესაც მიდის ბატალიონის საბრძოლველად, როგორ უნდა მოახდინოს მან რელაქსაცია, რომ არ იმისთვის რომ მეორე დღეს რეგენერაცია ემოციური სწორი იყოს, მთელი ის იყო დივიზია, ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ამაზე პასუხისმგებელი. ანუ იქ იყო სისტემურად მოგვარებული, რომ შენ რო წახვალ და იბრძოლებ და გადაეძაბვები გექნება, ანუ ადრენალინი დამოკიდებულების ფაზა რო გექნება, მერე პირდაპირ ერთვება პროფესიონალი, ასე ვთქვათ, რომელიც შენ გეუბნება, რომ შენ ახლა ვალდებული ხარ დაისვენო, გაიცინო, გაერთო, იმხიარულო, იმიტომ რომ უნდა წამოვიდეს მეორე დოფამინოქსიდაცინი სეროტონინი. ხუმრობდით ხოლმე აკადემიაში ქონდა, ჩვენც ქონდა ეგეთი დივიზია, moral division ერქვა და ხუმრობდით ხოლმე სადაც ძალით მივყავდით ხოლმე გასართობ mandatory funds ვეძახდით, ანუ სავალდებულო გართობას, რაც ვიღაცა შეიძლება საერთოდ არ იყო მაგის ხასიათზე, მაგრამ იქ გაწერილი იყო, რომ ეხა გაქვს გართობის დრო და უნდა გაერთო. და მეცაც გეტყვით, არსებობს ასეთი ფირმაც და ძალიან ცნობილი როდესი, რომელიც პიანინოებს უშვებდა წლების განმავლობაში და ძალიან დიდი ხნის ასე ვთქვათ ბრენდია, რომელიც შეიქმნა ჯარისკაცებისთვის, რომელსაც მართლა რაღაცა სპეციფიური ასე ვთქვათ ინსტრუმენტი, კლავიატურა აქვს, აი შეხების დროს რაღაცა თითქოს თერაპიასავით არის და ეს სპეციალურად ჯარისკაცებისთვის იყო და ჰოსპიტალში იდგა და აქ ჯარისკაცები უკრავდნენ ხოლმე, თერაპია იყო ასეთი. კი ბატონო, და ბუნებრივია რატო? იმიტომ რომ სისტემა მიცის, რომ საჭიროა რელაქსაცია. სისტემამ იცის, რომ სიხარული ბედნიერება არის ადამიანის ფუნქციონირებისთვის, წარმატებული ფუნქციონირებისთვის და მუშაობისთვის აუცილებელი კომპონენტი. მაგრამ რამდენადაც ჩვენ ყველანი ვართ მატარებელი უდიდესი დანაშაულის გრძნობის, რომელიც მოდის ჩვენი ოჯახებიდან, ჩვენ არ ვაძლევთ ჩვენ თავს იმის უფლებას, რომ მივიღოთ ეს სიამოვნება ცხოვრებისგან. და ცნობიერად ვამბობთ ამაზე უარს, რაც არის დიდი დარღვევა. აი ხა სწორედ ამაზე მინდა რომ ვთქვა ახლა და ველაპარაკო. იმისათვის რომ კულმინაციას მივახციოთ, ამისთვისაც, იმიტომ რომ მერე იყოს დეესკალაცია და მოგვარდეს ეს პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ციკლის აღდგენა. ახლა განსაკუთრებით წინა საახალწლო დღეებია. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ დავაკლებთ ძალისხმევას ამ მოვლენებს, პირიქით ეს მოვლენები ბევრად უფრო ჯანსაღად განვითარდება, ბევრად უფრო მეტი ენერგია იქნება საჭირო იქ, სადაც
არის ამისი მოთხოვნილება, თუ მოხდება ამ ციკლების ისევ ნორმალიზაცია. ანუ ადამიანის ცხოვრება არ უნდა იყოს პარალიზებული ამ დროს. თუ გინდა რომ გაიმარჯო, პარალიზების ესე იგი კონტროლი არ უნდა გახდეს. იმიტომ რომ ეს ალბათ გიბიძგებს რა თქმა უნდა, ხა მე რო ვთქვა რომ მე ჩემი მიზანი ისეთი დიადია ჩემთვის რომ მე ხა გადავწყვიტე რომ 2 კვირა არ დავიძინებ. არ არის ესე მოწყობილი ორგანიზმი. ანუ შენ შეიძლება ეს ცნობიერად გადაწყვეტილება მიიღო და ნამდვილად დიდი იქნება შენი მიძღვნა ამ ყველაფრისადმი, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამიტომ ყველა ეს ნარატივი იმის შესახებ რომ რა დროის ახლა ეს არის. აი ეს არის ზუსტად ის, რაც ძალიან ცუდად იმუშავებს საბოლოო ჯამში. ბედნიერების, სიამოვნების, დასვენების და მხიარულების დრო არის ყოველთვის. ეს არის სიცოცხლისთვის როგორ გითხრათ, აი მნიშვნელოვანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სიცოცხლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაზა არის. და როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ადამიანში არის 2 ენერგია, ხო, ლიბიდოს ენერგია და მორტიდოს ენერგია, ხო, და ეს სტრუდო იგივე, ეს არის სიკვდილისა და სიცოცხლის ძალა. როდესაც შენ ამ რა დროის ეს არის, შენ პირდაპირ წყალს უსხამ აი ამ სიკვდილის ენერგიას. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ პირველად დახმარებას, როდესაც გასწავლიან როგორ უნდა აღმოუჩინო ადამიანს, მნიშვნელოვანია რომ ჯერ შენ თვითონ იყო უსაფრთხოდ პირველ რიგში და მერე დაეხმარო სხვას. რა თქმა უნდა. ამიტომ უნდა გვესმოდეს. ცხოვრება გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ისეთი დარგები, როგორიც არის თეატრი, კინო, აი ეს მიმართულებები, რომ ადამიანებმა შეძლონ სადღაც ეს ბალანსი ფსიქიკური რო აღადგინონ. იმისთვის რომ უფრო ჯანსაღები ვიყოთ, როდესაც ისევ გამოვალთ ქუჩაში და მოვითხოვთ იმას, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, რომ ჩვენი ხმა იყოს გაგონილი, ჩვენი მოთხოვნა იყოს გაგონილი, რომ არ ვიყოთ ნაცემები ჩვენი მთავრობის მიმართ, ჩვენ მიერ არჩეული მთავრობის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვუხდით ფულს. ხო, ეს არის ზუსტად აი მოძალადე მამისა და მშობლის და მსხვერპლის შვილის დამოკიდებულება. შვილი ითხოვს იმას, რისი უფლებაც აქვს, რომ იყოს დაცული. შვილის მთავარი, ბავშვის მთავარი. თუ ვთქვათ ვართ ბავშვის ეგო მდგომარეობაში, საზოგადოება და ვართ ახლა. მოდი ვთქვათ, რომ ამას დიდად ვერ ვართ გაცნენილები. ბავშვის უპირველესი მოთხოვნა არის, რომ ოჯახმა მისი უსაფრთხოება და პირველ რიგში ფსიქიკური და რა თქმა უნდა ფიზიკური უსაფრთხოება იყოს დაცული. ანუ ბავშვი უნდა იყოს გარემოში დაცული. ეს არის მთავარი, რაც მშობელმა უნდა მისცეს შვილს და არ არის ჩაცმა და ესეც ნაწილია უბრალოდ ამისი, ხო? ამიტომ ჩვენი მოთხოვნა ახლა თუნდაც აქ ამ გადმოსახედიდან აბსოლუტურად ლეგიტიმური არის. ჩვენ ვითხოვთ, რომ საზოგადოება და მთავრობა იყოს ერთ ფასეულობაზე. რაც არის ნორმა, ხო? იმისთვის რომ ეს ჯანსაღი მიზანი იყოს მიღწეული, ჩვენ გვჭირდება ამ ციკლების რეგულაცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ყველანაირი საუბარი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მით უმეტეს ეხლა, როდესაც აი თავისთავად კალენდრულად დადგა ეს დრო, წლის ბოლო არის, პიკია უკვე დაღლილობის. ეხლა დამეთანხმებით, რომ ყველანი ვართ, მართლა ყოველდილით ვიღვიძებ და კალენდარში კიდევ ერთი დღე გავიდა, მადლობა ღმერთს, რომ მივალ იქამდე რომ დავისვენებ. ანუ ყველანი დავიღალეთ უკვე, ყველანაირად გადაღლილები ვართ, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად, ხო? 2 პიკი არის ხოლმე ესეთი ზაფხულის წინ და ზამთრის წინ. ესაც ბუნება არის, ხო? ესაც გარკვეული არ არის შემთხვევითი რამ. აი ეხლა ის რომ სადღაც შევხვდეთ ერთმანეთს, ვიცინოთ, გავერთოთ, ვიმხიარულოთ, ვისაუბროთ აი ამ საკითხებზე, იცით? აი ყველაფერი ის, რომ რა დროის ეხლა ეს არის, ერთი რამე უნდა გვესმოდეს. როცა ადამიანი ამას ამბობს, მის უპირველეს პასუხისმგებლობას მიხედოს საკუთარ თავს, ამას გაურბის. მოდი ასე მაინც დავარქვათ ამას. მოდი დავარქვათ ამას თავის სახელი. ადამიანმა პირველ რიგში უნდა მიხედოს საკუთარ თავს იმისთვის, რომ მერე მიხედოს სხვას. ამიტომ როდესაც შენ ამბობ, რომ აი მე როგორც სიყვარული, ჯერ შენ თავი უნდა გიყვარდეს. ზუსტად, შეძლო სხვის შეყვარება. ზუსტად, აი მაგალითად შენ თავს უნდა ცემდე პატივს, რომ სხვას ყველაფერი ეგრე. ზუსტად, აი მაგალითად არის ერთი ტრენინგი, სადაც ვეკითხებით ხოლმე, რომ ვინ არის შენ ცხოვრებაში ისეთი, ვის გამოც შენ ყველაფერს იზამ. და ნუ რა თქმა უნდა იწყება, ხო. და იწყება რომ ნუ დედა შვილი მამა ქმარი ცოლიო კი ბატონო ნუ სწორი პასუხი არის რომ საკუთარი თავი არის ნომერ პირველი და მცდელობა იმისა რომ ვიღაცა ჩვენ თავზე წინ ჩავაყენოთ ეს არის ჩვენი მშობლების მოთხოვნა თავის დროზე დაყენებული რომლებსაც თავისმა მშობლებმა დაუყენეს ეს მოთხოვნა რომ მე ვარ უპირატესი შენ თავზე ადამიანი არ იბადება ამით არასდროს ეს არ არის ნორმალური. ადამიანი ბავშვი რო იბადება, ის იმდენად ჰარმონიულია სამყაროსთან. მან ყველაფერი იცის. ის არის მატარებელი სამყაროს სიბრძნის. დარღვევები მერე იწყება. ოღონდ ყველგან იწყება ეს ახლა არ არსებობს ოჯახი, სადაც ეგ არ არის, ხო?
რისგან იწყება? ამას ქვია ბრმა სიყვარული, ხო, რასაც ჰელინგერი ეძახოდა ბავშვის ბრმა სიყვარული, ერთგულება. ანუ ყველაფერი კეთდება საუკეთესო мотивაციით, რა თქმა უნდა, და ეს გამონათქვამი ძალიან მიყვარს, რომ გზა ჯოჯოხეთისკენ მოკერწყლულია კეთილი საქმეებითო. ადამიანი კეთილი საქმეების კეთებით მიდის და აღმოაჩენს, რომ ჯოჯოხეთში აღმოჩნდა, ხო? და თავისი ოჯახიც ამ ჯოჯოხეთში შეიყვანა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თავის საზოგადოება, თავის ქვეყანა შეიყვანა ამ ყველაფერს. ყველაფერი სისტემა ერთი და იგივე პრინციპებზე არის. ამიტომ პირველი დისფუნქცია არის, რომ მე ვარ მთავარი, ჩემ ცხოვრებაში მე ვარ ცენტრალური. ეს უნდა იყოს ნაცემი ყველას მხრიდან. ოჯახში, მშობლების მხრიდან, შვილების მხრიდან, დედამ უნდა პატივისცეს შვილის ამ დამოკიდებულებას, რომ მის ცხოვრებაში მთავარია ის და არ უნდა უხაროდეს, როცა შვილი ეუბნება, რომ დედა, აი მე შენ გამო ყველაფერს გავაკეთებ. ამ დროს ბავშვი ეუბნება თავის დედას, რომ მე ძალიან ძიმე ბედისწერის ქვეშ ვარ. რა გახარებს მაგ დროს? რა გიხარია, რომ შენი შვილი ამ მდგომარეობაში? არაფერი არ არის მათ გასახარებელი. შენ უნდა გიხაროდეს, როცა ბავშვი თავის თავზეა ორიენტირებული. ეს არ გამორიცხავს, რა თქმა უნდა, შვილის როცა სჭირდება შვილს რომ მშობელი უნდა დაეხმაროს და პირიქით როცა მშობელს სჭირდება შვილი უნდა დაეხმაროს, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ვიღაცა დადგეს ჩემზე უპირატესი ეს არ არსებობს. ამიტომ ჩემი მთავარი მოვალეობა არის მივხედო ჩემ თავს. ეხლა როდესაც გვაქვს აი ეს ეგზალტაცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც აი თან სწორია რაღაცამდეც ვერ ავდივართ. იმიტომ რომ ვიღლებით. ქართველის პრობლემა ეს არის. რა არის ქართველის პრობლემა, რომ თანამიმდევრულობა ძალიან აკლია. რატო აკლია თანამიმდევრულობა? იმიტომ რომ აი ესეთი ისეთნი ვართ, რა ქვია, სტაიერი და მეორე სპრინტერები ვართ. სპრინტერი, ანუ მთელ ენერგიას დასაწყისში ვხარჯავთ. და აი თავიდან არის აფეთქება ყველაფერი, ვერ ხდება ამ ენერგიის გადანაწილება და სადღაც იმ მომენტში იკეცება, სადაც იწყება ყველაფერი. ესაც თავისი ცოდნა, ყველაფერი პროფესიონალიზმია. ყველაფერს სჭირდება ცოდნა. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ნამდვილად ჭირი ხალხი ვართ, იმიტომ რომ ხა მე პირადად როგორც ტრენერს მიმუშავე ბევრი ეროვნების ადამიანთან და როგორ გითხრათ, იმხელა განსხვავება ტრენინგები ქართველებს როგორ ატარებენ და უცხოელებთან როგორ ტარდება. თავის პლუსი და მინუსი აქვს. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ნამდვილად რომ აი ესეთი რაღაცა ხალასი ნიჭი, რომელიც აქვს ქართულს, უბრალოდ მართლა არ ვიცი საიდან მოდის ეს ყველაფერი. არ ვიცი, მეც აი ახლა მახსენდება აი იმ ახალგაზრდების, იმ ადამიანების მშობლებს ეს დღეებია სულ ვუყურებთ და ვუსმენთ როგორ მტკიცედ დგანან ისინი და როგორ ღირსეულად არიან აი ამ უმძიმეს პერიოდში, იმიტომ რომ ძალიან რთული არის რომ როდესაც შენ შვილს ფიზიკურად უსწორდებიან, როდესაც შენ შვილი არის ნაწამები, ეს არის წარმოუდგენელი ტკივილი ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით მშობლისთვის, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელი, აი ფიქრიც კი ძნელია და რამდენად და როგორ ახერხებენ ეს ადამიანები, რომ ესე ღირსეულად იდგნენ და გააგრძელონ არსებობა და გააგრძელონ ბრძოლა, ღირსეულად ბრძოლა და არ მოხდეს მათი გაბოროტება. თუნდაც იმ ბიჭის, რომლის კადრებსაც ვუყურებდით ჩვენ, ძალიან მძიმე კადრები იყო იმ ახალგაზრდის მშობლები დღემდე, ყოველდღე მახსენდება ეს ორი ადამიანი, როგორ მშვიდად და როგორ არ ვიცი, რაღაცა წარმოუდგენელი სიმშვიდით განიხილავენ თავის. ეხლა ეგ არის ზუსტად ფსიქიკური სიჯანსაღე გარკვეულწილად ხშირ ეს პარადოქსალურად ჟღერს, მაგრამ დედის მხრიდან ამ დროს სიმშვიდე ფსიქიკურ სიჯანსაღეზე მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ. იმიტომ რომ ჩვენ ეხლა თუ ისევ გლოვის ფაზებს დაუბრუნდებით და სისტემის ფუნქციონირებას დაუბრუნდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ეხლა გლოვის ფაზაში ვართ, სიბრაზის ფაზაში ვართ პირველ რიგში, ხო? მაგრამ როცა ადამიანი გაივლის უარყოფას, მერე სიბრაზეს, მერე სევდას, მერე შიშს, მოდის მიღება. მენტალური და ემოციური მიღება. აი აქედან იწყება აღმასვლა. ამიტომ მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს არ უნდა რომ მიღებასთან მივიდეს, ამიტომ რჩება ან სიბრაზეში, ან მიღება ძალიან რთულია. მიღება ყველაზე რთული. სიბრაზეს რა უნდა? არა, სიბრაზის დონეზეც ხდება, რა თქმა უნდა, რეპრესირება და უამრავ ადამიანს გეტყვით, რომელიც ვერ განიცდის სიბრაზეს, ან არასწორი ვენტილაცია აქვს ამ სიბრაზის, ხო, როგორც ბიოლოგიური შეგრძნების. და ნუ ადვილი არც ეს არ არის, მაგრამ აბა თქვენ მიიღეთ მოცემულობა იმისა, რომ რაშიც ვარ, ეს რაღაცა თვალსაზრისით ნორმაა. მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია მე ამაზე რეაგირება. თუ მე მივიღებ რაში ვარ, თუ მე თვალს გავუსწორებ რაში ვარ. იმიტომ რომ ხარ ისედაც. ისედაც ხარ. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იწყება უკვე ხელახალი განახლება, ანუ ახალი ენერგია მოდის ადამიანში, ამის შემდეგ იწყება პატიება და პატიების შემდეგ იწყება მადლიერება. ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ამ ციკლიდან გამოვიდეთ, რა ციკლშიც უბრალოდ უკვე საუკუნეებია ვიმყოფებით, ხო? გარკვეულწილად აი ჩვენი
აი მარკერი ამისი არის რომ ვისთანაც პრობლემა მაქვს, იმისადმი უნდა ვიგრძნო მადლიერება. მესმის რომ ეს პარადოქსალურად ჟღერს. ძალიან რთულია, მაგრამ ეს არის მარკერი, მეგობრებო. ახსარება უნდა უთხრა იმას, ვის მიმართაც გაქვს ჩადენილი. ძალიან ლოგიკურია მან რა მადლიერება შეიძლება იყოს რა. მე ჩემმა ტრავმამ შემქნა ისეთი როგორიც ვარ. მადლობა შენ იმისთვის, რომ მე გამაძლიერე. შეიძლება შენი სურვილები იყოს სხვა, მაგრამ მე აქედან ვნახე სარგებელი მაინც, იმიტომ ჩვენ გვესმის, რომ ნეგატიური გამოცდილება, ტრავმა არის ყველაზე ასე ვთქვათ, პოზიტიური გამოცდილება საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ადამიანი იზრდება საკუთარი ნეგატიური გამოცდილებიდან გამომდინარე. პოზიტიური გამოცდილებები, რა თქმა უნდა, ძალიან საჭიროა, მაგრამ სტრესია მთავარი, სტრესი ამოძრავებს ადამიანს. არ იქნებოდა სტრესი, ევოლუცია არ იქნებოდა. ნებისმიერი ევოლუციური წინსვლა მოხდა სტრესის ნიადაგზე, ასე ვთქვათ რა, ხო? მაგალითისაც, აი, ავიღოთ ესეთი რამ, ელემენტარულად ბუნებაში როგორ ხდება ეს ყველაფერი. მაგალითად, ტყეში მოხდა ხანძარი და ამ რაღაც ეკოსისტემაში არსებული ნამდვილი кейსი, არსებული მგლების სახეობის, აი 90% დაიწვა, ნუ მოგვდა ასე ვერ გადარჩა, ვერ გაასწრეს და ძალიან დიდი ხანძარი იყო. 10%-მა გაასწრო და ის რომელმაც გაასწრო, მათი შვილები დაიბადნენ უფრო გრძელი ფეხებით. მარტივია, ხო? ევოლუცია ესე მუშაობს. არ იქნებოდა ხანძარი, არ იქნებოდა გრძელი ფეხები. ანუ შესაბამისად ის განვითარდა. მას შემდეგი რაღაცა ფორს-მაჟორისთვის მეტი რესურსი აქვს. მისი გამძლეობა როგორც ბიოლოგიური სახეობის მოიმატა ამ გამძლეობამ, ხო? ასე განვითარდა ადამიანი ინტელექტუალურად. ასე განვითარდა ნეოკორტექსი, იმიტომ ვართ ჩვენ ყველაზე ინტელექტუალური ბიოლოგიური სახეობა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომ გადარჩი, ცოცხალი ხარ და უნდა გააგრძელო. ზუსტად. აი სისტემური განლაგების მეს როცა ვაკეთებთ ხოლმე ოჯახურ სისტემურ განლაგებებს, იქ არის ხოლმე სპეციალური ფრაზები, რა ფრაზებსაც ადამიანი ამბობს ხოლმე, როდესაც არის აი ამ განლაგებაში. ნუ საერთოდ განლაგება ძალიან დიდი ჯადოქრობაა და ყველას მინდა რომ მოგიწოდოთ რომ მიიღოთ ამაში მონაწილეობა, ძალიან ბევრ რაღაცას იგებს ადამიანი მან. და როდესაც ახლა ხანდახან არ მუშაობ ძალიან დიდ ტრავმასთან, აი რეალურად აი უბრალოდ ახლა იქ უთხრა ადამიანმა ამ მოძალადეს მადლობა ძალიან რთულია ხოლმე, ხო? მაგრამ რას ვეუბნებით ამ დროს, რომ პირველი რომ უთხარი, რომ მადლობა პირველი, თქვი უბრალოდ რომ მადლობა რომ გადავრჩი, მე გადავრჩი. პირველი სიტყვა რაც უნდა იყოს ნათქვამი, მე გადავრჩი, მე ვარ ახლა აქ ამ მოცემულობაში. ის სტრესი, ის ტრავმა დამთავრდა, წინ არის ცხოვრება. ეს ცხოვრება მეკუთვნის მე. მე რეტრიალდები და ამას ეუბნები. მადლობა შენ იმისთვის, რომ მომეცი ამდენი ძალა. რომ მე შემიძლია ამ ტრამვებმა მომცა მე ამდენი ძალა. ნუ თუ ეს მშობელი ეუბნები მადლობა სიცოცხლისთვის, რომელიც მომეცი, მე ამ სიცოცხლეს გადავცემ ჩემ შვილებს, ხო? იმიტომ რომ თუ მშობლებთან მიმართებაში ვამბობთ, სიამოვნებაში უნდა გვესმოდეს, რომ უპირველესი მოდელი მოძალადე მსხვერპლის ეს არის მშობლის და შვილის დამოკიდებულება რა. ეგ მე ესეთი ტრიადა ტრიალებს ეგ კარპმანის სამკუთხედია და შეიძლება მე შვილი გახდეს მოძალადე უკვე და მშობელი მსხვერპლი, მაგრამ მოდელი იწერება მან. ამიტომ ნებისმიერი აი ამ არქეტიპი მოძალადის ადამიანისთვის, მისი მშობელია, მას უბრალოდ ეს არ ესმის ერთგულების გამო. და სოციალური ნორმა არის ხა ესე რომ არ უნდა იყოს ეს გასაგებია და ასეც არის ხა რიგ შემთხვევაში. მაგრამ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ მადლობა შენ სიცოცხლისთვის, რომელიც მომეც და მივმართავთ ამის ამ მშობელს ვეუბნებით, ვერაფერს ამის სადარს მე შენ უკან ვეღარ მოგცე. იმიტომ რომ სიცოცხლეზე უმაღლესი ფასეულობა არ არსებობს. და მე ჩემ მშობელს სიცოცხლეს ვეღარ დავუბრუნებ. ამიტომ მე ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეულწილად ვალში ვარ მასთან. მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ეს სიცოცხლე მას ეკუთვნის, ეს სიცოცხლე მე მეკუთვნის და მე ამ სიცოცხლეს გადავცემ ჩემ შვილებს უკვე. და ასე არის უწყვეტი ეს ციკლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა სიცოცხლისთვის, რომელიც მომეცი, ის მეკუთვნის მე და ამას უკვე მე გადავცემ ჩემ შვილებს. და ეს არის სწორედ ის, რაზეც ახლა დღეს მინდა და მესაუბრა. ახალი წელი მოდის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის ენერგია იყოს შემოვიდეს და სამუდამოდ დარჩეს ჩვენში. ერთი რამე მინდა უკაცრავად. კიდევ თქვა, რომ რახან ამ წელს ბოლო გადაცემა ჩვენია შეხვედრა. რაღაცნაირად მიმოვიხილოთ ეს წელი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი რომ ხვდებით ახლა ერთმანეთს განსაკუთრებით აქ წავიდეს რანეტა დროზე წავიდეს, რომ ახალი მოვიდეს. მაგრამ ეხლა რასაც გისმენ და რასაც ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის, რომ
რომ მივიღოთ ამ ძველი წლისგან 2024-დან ის რაც იყო, როგორც იყო, ალბათ უნდა გადავუხადოთ მადლობა მიუხედავად იმ სირთულებისა, მიუხედავად იმ შეიძლება ზოგჯერ პირადი ტკივილებისა, მაინც ალბათ საჭიროა რომ მივიღოთ და რაღაცნაირად მე შევხვდეთ ახალს. აუცილებლად ზუსტად იგივე ლოგიკას გავაგრძელებ. მხოლოდ მადლობა, ემოციურად გააზრებული მადლობა ხურავს ციკლს. და მაშინ იწყება ჯანსაღად მეორე ციკლი. ზუსტად წელიწადის ციკლი არის. მადლობა ამ წელს ყველაფრისთვის, რაც იყო, კარგი და ცუდი. გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ მომავალი წელი თვისობრივად სხვანაირი იყოს, არ იყოს გადათამაშება და ხშირად აი ესეთი ცუდი გადათამაშება იმისა, თუ რა იყო წინა წელს. ანუ წინა წლის მოუგვარებელი პრობლემების მექანიკურად გადატანა მომავალ წელს რო არ მოხდეს. რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ ქვეყნის პიროვნული განვითარების თვალსაზრისით და პირველ რიგში ჩვენი პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემიდან იწყება ყველაფერი. მე როგორც ერთი ადამიანი, მე უნდა მოვაგვარო ეს საკუთარ თავში და მე მოგვარდება ეს უკვე ყველგან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ზუსტად წინა საახალწლოდ იმისთვის რომ ეს პრობლემები ისევ არ გადავიდეს, თავიდან არ დავიწყოთ ეს ყველაფერი. უნდა გვესმოდეს ეს მადლიერების შეგრძნება, როგორი არის. და იმისთვის რომ გვესმოდეს მადლიერების შეგრძნება, ეს გლოვის ციკლი და გლოვის ციკლის დასასრულია, რა თქმა უნდა, მადლიერების შეგრძნება. შენ თუ ამბობ, რომ აი ეს წელი ეს რა საშინელი წელი იყო, მალე დამთავრდეს და ასე შემდეგ, ხო? ეს რას ნიშნავს? ბრაზის ფაზაში ხარ გაჩერებული. ძალიან დიდი გზა გაქვს მადლიერებამდე. და მადლიერებამდე არის პატიება. პატიებამდე არის ემოციური განახლება. იქამდე არის მიღება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გავლილი აუცილებლად იმისათვის, რომ შევიდეთ სიჯანსაღეში. როდესაც ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს ერთი და იგივეზე ტრიალი, მუდმივად ერთი და იგივეზე ტრიალი, მუდმივად სხვა არის დამნაშავე. აი ეს ეგზალტაცია გარკვეული იმ მათ შორის იმ ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ფსიქიკის ფორმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ იქნება ეს ინფორმაცია მიწოდებული. უნდა ვეცადოთ, რომ ხა ძალიან დიდი ნეგატიური ინფორმაციის ქვეშ ვართ, ხო? და ამას არის აყოლილი სოფლიო ტენდენცია, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ტენდენცია, მთელი სოციალური ქსელები, მთელი მასმედია და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვართ ბომბარდირებული ამ ნეგატიური ინფორმაციით, რომელიც იწვევს ჩვენში პირველი სიბრაზეს, მეორე დასევდიანებას, მესამე შიშს. ანუ გვატრიალებს მუდმივად ამაში. ხო, შიში ეს არის მომავლის შიში, არ ვიცი როგორია მომავალი, შეუცნობელის შიში, მარცხის შიში და ასე შემდეგ. ანუ გვაბრუნებს აი ამ მოწყვლად მდგომარეობაში, ბავშვის მოწყვლად მდგომარეობაში. როდესღაც უნდა გავიზარდოთ. ამიტომ ამისი ფილტრია ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთ რა არის სტრესის მართვაში ერთი ესეთი პრინციპი, რომ სტრესი იყოფა ორ ნაწილად. სტრესი, რომელზეც ვზემოქმედებ და სტრესი, რომელზეც ვერ ვზემოქმედებ. დედა, რომელიც დგას თავისშვილის გვერდზე, რომელიც არის ნაცემი და რომელიც ემოციურ სტაბილურობას ინარჩუნებს, მას ესმის, რომ ამ ნაწილში არის სტრესის ის ნაწილი, სადაც ის ზემოქმედებას ვერ მოახდენს. მაშინაც კი თუ მისი შვილი არის იქ, ამიტომ უბრალოდ იღებს ამას. ამიტომ სტრესი, რომელზეც ზემოქმედება არ შემიძლია, უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ იმასთან ინტერაქცია ზოგადად გავწყვიტოთ, მივიღოთ როგორც მოცემულობა. და მუდმივად სიბრაზეში არ იყოს იქ. იმიტომ რომ ვერ ვზემოქმედებ, არაფერი არ შემიძლია. ამიტომ კიდე მაბრაზებს, ეს ჩემი უმწეობა მაბრაზებს მაგ დროს რა. გავყოთ ის ნაწილი, სად შემიძლია ზემოქმედება, სად აღარ შემიძლია ზემოქმედება. მე მთავრობის გადაწყვეტილებებზე ვერ მივიღებ ვერანაირ მონაწილეობას, ხო? აი ზუსტად ამ ხრივ ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან გაიზარდა. მე აი ერთ და იგივე წრეს რო ვახსენებ, სწორედაც კი მივდივართ სამწუხაროდ ერთი და იგივე წრეზე, მაგრამ ეს მაძლევს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან გაზრდილია და რეალურად ძალიან დიდი რესურსი არსებობს. ამ ადამიანებმა ხა მე ყოველდღიურად მიწევს მათთან ურთიერთობა, ძალიან ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა ერთმანეთი და იწყებენ ადამიანები თავად აი ამ სისტემის გამოკეთებაზე ზრუნვას და გამოკეთებისთვის შრომას. აი ესეც შეიმჩნევა. ეს თაობა რო გაზრდილი თაობა არის, იგივე ჩემ თაობასთან მიმართებაში, ამაში მე მგონი ხა ყველა დაგვეთანხმება, იმიტომ რომ აი ეს სამყაროს შემეცნება, გარკვეულ კრეატიულობა, ხო, აი თუნდაც აქციებზე, ხა ეს აქციების კიდე სხვანაირია, ხო, ეს კრეატიულობა, რასაც ვამბობ, შემოქმედებითობა, ეს რა არის? სამყაროს შემეცნება არის, ანუ წინსვლა არის ნებისმიერ შემთხვევაში, ხო? ეს ხო უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი არის ცალსახად და ეს ნორმაც არის. წინა თაობაზე უკეთესი უნდა იყოს, შემდეგი თაობა და ეს არის ნორმა, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ურჩევნია მამასა, რომ შვილი ჯობდეს მამასაო და სწორი არის ეს ყველაფერი.
ძალიან ეს ტენდენცია ისედაც არის, ძალიან მნიშვნელოვანი არის ცოდნები აქ კიდე. Რო გვესმოდეს აი ეს სისტემა როგორ ფუნქციონირებს. არის რაღაცეები, რასაც ცოდნით უნდა მივუდგეთ. არის რაღაცეები, რასაც ემოციური ინტელექტით უნდა მივუდგეთ. ემოციური ინტელექტის სახეობა არის და ჩვენ ვიცით ახლა რომ ბოლო კვლევების თანახმად ემოციური ინტელექტი ბევრად უფრო ფასეულია ვიდრე IQ, ხო? და ძალიან ბევრი რამისგან შედგება და პირველ რიგში სხვათა შორის გარდა ემპათიისა შედგება თვითრეგულაციისგან. ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი და კომპონენტი ემოციური ინტელექტის არის თვითრეგულაცია. ამიტომ თვითრეგულაცია რო დავუბრუნდეთ იმას, რითიც დავიწყეთ, არის შეუძლებელი თუ არ იქნება დაბალანსებული სიბრაზის და სიხარულის ენერგია. ანუ ცხოვრების მიღება უნდა იყოს აუცილებლად და ცხოვრების სიამოვნება არის აუცილებელი გამარჯვებისთვის, ასე რომ ვილოცავთ ახალ წელს. ძალიან დიდი მადლობა ია, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ზაალ კოკაიასთან ერთად ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორთან ვისაუბროთ მიმდინარე მოვლენებზე და თუ როგორ ჩანს 28 დღიანი უწყვეტი პროტესტი ევროპიდან. დაგველოდეთ.